საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თავის მეოთხე შეხვედრაც წააგო ბუდაპეშტში ქართველმა წყალბურთელებმა რუსეთთან 16-12 წააგეს. პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები სამჯერ დაწინაურდა და რუსებმა სამივეჯერ შეძლეს გათანაბრება. შეხვედრის დაძაბულობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ნაკრების 4 წყალბურთელი გაძევებულია. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე მეტი 4-4 გოლი სერბულიამ და ელეზიმ გაიტანეს. ჩემპიონატზე ქართველი წყალბურთელები ბოლოს შეხვედრას 21 ივლისს მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. ევროპის ჩემპიონატზე ეგეთ სტატისტიკა არ დაფიქსირდება გაძევებების. ნამდვილად არ დაფიქსირდება 20 ჯერ გაგვაძევეს. თამაში დავამთავრეთ 6 ხუთზე გვეთამაშებენ. წარმოუდგენელია ჩემთვის რა ძალიან ფრინველი თამაში იყო ნამდვილად შეგვეძლო გამარჯვება. ცოტა ნერვებზე იყვნენ ბიჭები, მაგრამ თამაში ცუად არ ეთამაშეს, ალბათ ყველამ ნახა რომ ბოლო ორი ტაიმი თავი მოიკლეს ბიჭებმა, მაგრამ იმდენი ხალხი გაგვიყარეს. ესეც საჯო მე არ ვიცი, არ მახსოვს. 28 გაგდება იყო ჩვენთან და 15 იყო იმათთან. რაც უნდა გააკეთო, მაგას მოთამაშე აღარ დავჭა, რომ შეგვეცვალა. ბიჭებმა გააკეთეს ყველაფერი, მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოთ მას, იმიტომ რომ ნამდვილად 5-იც რო დაჩდნენ, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეთ, დაძდეს და ემოციურადაც ცოტა რთულია, რა თქმა უნდა, რაღაცა გადახარშვა დამარცხებით, მაგრამ ჩვენ სწორგზაზე გევართ და ალბათ წყალბურთში მომავალი აქ წყალბურთ საქართველოში